თბილისში ბორჯომის ქუჩაზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სასწავლო დაწესებულება პარკინგის ადგილის გამოყოფას ითხოვს. სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელისა და პედაგოგების განმარტებით ბორჯომის ქუჩის მხრიდან მისადგომი მუდამ გადატვირთულია. გამოყოფილი პარკინგის არარსებობის გამო მშობლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სკოლამდე მიყვანა უჭირთ. ტაბულა ერთ-ერთ მშობელს ესაუბრა. თუ დაკავებულია გზა, აქეთ ჭიშკარი ხან გაღებულია, ხან დაკეტილი. იქ საერთოდ დაკეტილია, იქ აგვიგზავნის იქით გასვლა. რა ვიცი, ვიღაც მშობლები, ვიღაც ცხოვრებლები არიან იქ, ასეთი ბავშვების ყურება ჩვენ არ შეგვიძლიაო. ჩვენს ბავშვებს ძალიან მაგრად მოქმედებს ფსიქოლოგიაში, მოქმედებით უნდა ჩვენ გვინდა რომ ასეთი ბავშვები ყავდეს. მაგრამ ყველა ადამიანები ეთყობა ერთნაირი არ არიან. დაწესებულებას მეორე კარიც აქვს აღმაშენებლის ქუჩის მხრიდან, რომელიც მოსახლეობამ გარედან დაადუღა. პედაგოგებისა და მშობლების თქმით, მოსახლეობის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ყოველდღიურად ყურება არ სურთ. დაახლოებით 2 წლის წინ ბორჯომის ქუჩის რეაბილიტაციის დროს საჭირო გახდა მეორე კარის გახსნა, რასაც მოსახლეობამ კვლავ პროტესტით უპასუხა. პოლიციის ჩარევის შედეგად სკოლის შესასვლელი კარი რამდენიმე კვირით გახსნეს. ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ კი კარი კვლავ მოსახლეობამ ჩაგეტა. თქვენს რომ ეს არის ცალკე ამ კორპუსების მიმდებარე ტერიტორია და მათ არ სურდათ ამ ბავშვების იქ ნახვა. იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც მშობლები შემოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ აი იქ ვიღაცამ რაღაც შეურაცხყოფა მოგვაყენა და იყო ცალკეული შემთხვევები, მაგრამ ისე რომ მასიურად აგრესია ყოფილიყო, იყო მაშინ ის კონფლიქტი, როდესაც გაიხსნა და დაიწყეს სიარული ბავშვებმა და დიდი სკანდალი იყო იქ, რომ არ უნდათ ამ ბავშვების ნახვა იქ და მე ამ ჩარევის შედეგად 2-3 კვირა არ ვიცი მოითმინეს ეს ბავშვები და მე ისევ ჩაიგმანა ეს კარები. სასწავლო დაწესებულება კერძო საკუთრებაა. სკოლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გარდა იმისა, რომ აღნიშნული ფაქტი კერძო საკუთრების ხელყოფაა, ასევე პირდაპირ დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ, რადგან მოსახლეობა მათ თავისუფლად გადაადგილებისა და განათლების მიღების უფლებებს უზღუდავს. აღნიშნულ ფაქტს განათლების სამინისტროში გამოეხმაურნენ. ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის ეკათ გებოაძის განმარტებით, ინკლუზიური განათლების განვითარების ერთ-ერთი ბარიერი საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონეა. ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ველაპარაკეთ სკოლასაც, ველაპარაკეთ მშობელსაც და მზაობა გამოვთქვით იმასთან დაკავშირებით, თუ როდესაც ჩვენი დახმარება მხარდაჭერა დაჭირდება, მზად ვართ მხარში დაუდგეთ და გვინდა აღვნიშნოთ, რომ ინკლუზიური განათლებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, დრო არის საზოგადოება შეეგუოს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ბავშვები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები არიან სრულფასოვანი წევრები, როგორც საზოგადოების, ისე მოსწავლეები. ტაბულა პარკინგის საკითხზე მერიასაც დაუკავშირდა, თუმცა მათგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.